ჩემი მშობლიური სკოლა. დედა ჩემი აქ ასწავლიდა, იცით თქვენ. მაშინ მშობლებას, დეკრეტულ მშობლებას არ აძლევდა დიდხანს და ბებია მომიყვანდა ყოველს. დედა გამოდიოდა სამაწავრებდა, პენსაბჭოს ხდომიდა და მომაწოვებდა ძუძუს, ბებია გამახვევდა ისევ და წამოყვანდა სახლში. დედა გამივიდა სახლში და 21 წლის ვიყავი, როცა ზვერიაში გაებენე ასე შემოკარგო. ხო, მეშვიდე მერვე კლასში შედი, მაღალი კლასი მაგიდა არცი რაბა, ასე აჯობებსო და თქვენი კლასი მოიცეს ამაში სადავდები. ის ახალი ეს ახალი მითხრეს, რომ გადადიხის ასაკი ბავშვები თულებია. ხო, მაგრამ არ ვიცი, ამ გადასახედიდან მეჩვენება თუ მართლა ასე იყო. მე თქვენება ათულებული ხდება და ის გადადიხის ასაკისათვის დამახასიათებელი რაღაც თავი ბავშვები მიყავით. არ შემიუჩნევია. ეხლა უდრიად გადადიხის ასაკი ისე მარინა სკოლაში მუშაობს.
გახარებულები ყავით, გამრავლებული ჩვენ შეგემელა დაუმოწ. აი მე ესპანურად ვიტყვი სალგედონი არა Chemo dedo. Reto. Agambrolos, gagasaros da ყველა ფერი ხარჯი და სამყაროზე არსებო მოხდეთ მე. ჩვენი გამზელი თავიზდე კაცი იყო თავიზდე გაიხარ გახარებული ყავით თქვენი ოჯახით გამრავლებული ადგები ფექცია
კიდევ მრავალი ასეთი საკრეცესო აი შეიძლება ხას მართლა თქვენი მრავალი გამოცდა ჩამიბარებია და ბევრად სულ ყველგან თქვენი ყავით ჩემგვარი ყველგან თქვენი მიამაყია თქვენი თავად თუ ესე თუ ისე ლიტერატურული ქართული ლაპარაკობ და შემოვიდა თუ არა კლასი გოდაჯო არ დამაგონა თაკა ისა კულტური ოები მერტმა სიკეთე მილიონ სიკეთებს დაგიბრუნოთ ჩვენზე გაცემული სიკეთე ჩვენს უფრას აი შესძინა არ ვიცი რა ვთქვა რა ალბათ უთქნოთ არაფერი არ იქნება თქვენ არ ვიცი იმ 10 წლის მერე კიდე უნდა შევძროოდეთ არ მოგაჩვენებს მიკროფონში რაცხას მე დაგლოცავ უდიდესი მადლიერების გამხელობა ქონებდა და ყველაფერს საუკეთესო და ხსნალობა არ მოხლებოდა თქვენა და უდიდესი დამსახურება პირადად შეერთამ და ყველასთან თქვენი წარმატება თურმე ჩვენშია თქვენი დამსახურება აი თუნდაც მეტყველების კულტურაში გულწრფელად გამოხატა ჩემი მარი სიყვარულსა და მადლიერებას თვალთმარცვება არ გჭირდება რა თქმა უნდა უმეტესი მადლობა დღეს თქვენ გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე რამდენიმე ათეული წელი ჯერჯერობით არაფერს არ ვაპირებ რა ვიცი თუ რამე სიკეთის მარცვალი ჩავთესეთ თქვენში თუ ქართული სიტყვის სილამაზე მადლი ეშხი და ლაზათი გაგრძნობინეთ და გაგყვათ ეს ცხოვრების განმავლობაში ამის შეგრძნება თუ შეგაყვარეთ წიგნის მადლი თუ თქვენი გონების ფსკერზე რამე დავლექე ჭკვიანური გონივრული და ბრძნული გაგყვათ ცხოვრების გრძელ გზაზე და თანაც ისე ყარად რომ შვილებსა და შვილიშვილებსაც გაუზიარეთ და საუკუნო საგზლად გაატანეთ შემიძლია თამამად თქვა რომ ბედნიერი ქალი და ბედნიერი მასწავლებელი ვარ ნამდვილად ამას გულწრფელად ვამბობ და თქვენ მადლობას გიხდით ამ მადლიერებისთვის კარგად მეყოლეთ და ერთი რამ მინდა გითხრათ არ უნდა გკითხაობდეთ ვინ არის ნეტა ეს განა ძალიან ძნელია რომ წელიწადში ერთხელ შეიყაროთ ერთად აი ესე მოეფეროთ ერთმანეთს მეგონი ხომ არ არის ეს წუთი სოფელი დროებითა ვართ და მე მგონი პრობლემა არ არის და მოდი დღეს ფიცილით დავდოთ არა მეც რომ თქვენს მარახაში გავდივარ და ხო და ძალიან კარგი იქნება რომ შევხვდეთ ხოლმე ჩემო აღზრდებო ერთმანეთს პიცა პიონერულ და კომკავშირებთან საუბრობ ძალიან კარგი იქნება უმეტესი მადლობა კარგად მეყოლეთ და
კი ერთად მინდა თქვა. ეხლა მინდა მე საგანგებოდ ნუკრის გადაუხადო, ჩვენ შალვას გადაუხადო მადლობა. იმიტომ რომ ინიციატორი ეს იყო ძალიან დიდ საქმეს და მნიშვნელოვანს მოაბა თავი არა მარტო იდეა გაუჩნდა, არამედ ამ იდეას ხორცით შეასხა. თინიკო ამოიყენა გვერდით და ხო მე ყველა მაგრამ ძირითადი ტვირთი მაინც მან მოიკიდა ძუნწე და მე ვფიქრობ და მეთანხმები ღირსეულად გართვა ყველაფერს თავი. ამას ვერაცვალე. ამისი შვილიშვილები და უკვე ვასწავლი შვილიშვილს, ანუ რომელიც ჩემთვის, ჩემი გვანცა არის შვილთა შვილი. წარმოიდგინეთ, კი, მე-10 კლასში ახლა არაჩვეულებრივი ბავშვია, ლაშახო გავზარდე, თავი ასი ხო თავისთავად რა თქმა უნდა, დიახ, ვიშიკო და ასე შემდეგ და მინდა რომ საგანგებოდ მადლობა გადაგიხადო. კარგო და ჩემთან რომ იყვნენ ლაპარაკობ გოჩა კუთხეში დაგაყენეთ. თინიკო და ნუკრი რომ მოდრენ ჯერ შემითანხმდა ტელეფონზე. მე სააღდგომოდ ამოვიდნენ მაცინეს რა ვიცი ვიმხიარულეთ და მე ჩემმა მულმა ასეთი რაღაცა მითხრა დაგირეკესო არა მეთქი ამოვიდნენ და ასე მთხოვეს. ხო და კარგი ბავშვები გაგიზრდია რომ ტელეფონით კი არ დაგიკავშირდნენ სახში მოგაკითხეს და ასე საგანგებოდ დაგპატიჟესო. მე ამაზე უარის თქმა ნამდვილად არ შემეძლო. ეს ჩემთვის დაუვიწყარი დღე იქნება და კიდევ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო. ეხლა ერთი პატარა ლექსი უნდა გადავაკეთო. ლექსი ქალისა და ვაჟის სატრფიალო ურთიერთობას ეხება. ბიჭი ნატვრას გამოხატავს რომ მუდმივად ერთად იყვნენ და მოდი დღევანდელ სიტუაციას მიუსადაგებ და რა ვიცი თუ არ დამავიწყდა ვანოს აპარატურა მაგნევს 1000 კაცი რომ დააყენო ლექციას წაუკითხა მაგრამ აი ეს აპარატურა ძალიან მაშინაა პისტოლეტი თოფის ავტომატის ლულასავით ხო, აბა გოს გავიდე. აქ ავანგარდში დამტოვა. გაჩვდით. აქ ნატურას გამოხატავს მც, ნეტავი კი რა, ნატურას გამოხატავს. აქ ავანგარდში მც დამტოვა წყალი ახტალის მასვა და თქვენაც საჩემოდ დაგწერათ აღარ გაგიშვათ არსადა. კვლავაც წიგნები გვაკითხა, ტკბილათაც ჩავა ჭუკჭუკა, გზები მინანქროს დიდთოვლმა აცროდის გააზაფხულა. წერანაც ალვით, გიყურეთ, რა სიხარულით კრთებოდით, რა სიხარულით კრთებოდით, რა ტკბილად მივიძინებდი, თუ კი თქვენ მოგიკვდებოდით. თუ კი პატარა ტკივილს გაგრძნობინებთ, ჩემი წასვლა ამ ქვეყნიდან, როცა იქნება, მადლიერებით გამიხსენებ, სანამ თქვენ გეხსოვნებით, მე ცოცხალი ვიქნები, ღმერთმა თქვენ დიდხანს გაცოცხლოთ, ჩემს მოსაგონებლად და ერთმანეთის მოსაგონებლად. დიდი კეთილი მასალები გაიზარდე. შენ რომ ითქვა მასწავლე. შენ რომ წერა, ой, აქ ჩავიდა. მოდი თავიდან დავიწყო. შენ რომ წერა მასწავლე. შენ რომ ითქვა მასწავლე. ბედის წერა იმით სულ ვამთელე და ვამძლავრე. აბა ვერ გაიცნობ. შენ რომ წიგნი მასწავლე, შენ რომ სიგრძილე მასწავლე, არავითარ სხვაგანში იგივე არ გავცვალე. გენდობოდი ისმენდი ჭკვიანსა და მიხვედრის შობერს თუ ვერ მეტყოდი იმას თქვენ გაგიმხედით
შენ მირჩიე ვეძებო შენ მითხარი შეძლებო ახლაც მინდა მეფერო ჩემო მასწავლებელი შენ მივიკლებ სოვეტში შენ მახალებ მაგმერტებ მასაქმებ მაპოეტებ ჟამთა აღმარ დაღმარზე აი ცოცავს ჩემი ურემი ფიქრი ცრემლით სიმღერით მამურს ვემსახურები მიცა ვემსახურები ბოლოს მათუ ოდნავ კარგი ვარ თუ უკეთეს შევიძლე ჩემი დღის ფერები მეფერება შევიძლე ეს ცხოვრება მაცრია სადარ გითხრის ორმოებს უსწავლელი გასწავლის ბედნი უკეთ ცხოვრობენ შესას არა დათმო ზოგჯერ გული თუ გეწვის დაე გული იწოდეს გულმა უნდა პირველ გაკვეთილებით ურიანად ბოლომის ცოდნის სახლი ააგე ქართულ სიტყვის ოქროთი კლავაც მომამარაგე ემალო ეგზელო ყველგა ჩემო ხლებელო ამადრიან მადლისთვის გმადლობ შემდეგი მე გამომეციან აბა დაი ამ სათვალე ვერ დავიწერე ლამაზად მოაწერე ერები იგი ძალიან გამაგარია
მე ვიცი რომ უკრიამ სადღეგრძელოს გაუცილებლად დალევდა, მაგრამ ვასწრებ. აი იცი რა ვასწრებ, გულში არ მეტევა. სიყვარული გულში არ მეტევა. არის ჭიქი. არა. ბავშვო, უსწავლო. აი არა ნორმალური, აი ქედა დაწყებული, აი დამთავრებული და ძინა არის თუ არ დამავიწყდება ნამდვილი. 46 დიდი მადლობა ხო ნუკრის, რომ აი მართლა, აი ჩამოვიდე თავი უნდა გიყარო კედა, თავი უნდა გიყარო კედა, დიდი მადლობა ქეთქე მასწავლებს რომ ხარია. მისმინე ორ აი და დიდი მადლობა ყველა თქვენგანს, რომ აი ესე ყველა მოინდომეთ. ლექსიც რომ ხარიამებით, ვინც ლექსში ვერა სიმღერაში, ცეკვაში, სულ ყველაფერში. მართლა თქვენ გენაცხალებთ, მართლა ძალიან მოგყვართ. ყოველ წელიწადს მართლა აღდგომის პირველ შაბათს აქ ავართ გოჩა. ვნახოთ რას გეტყვით ახლა. რა ვიცი აბა თქვენ რომ ადვილი გგონიათ კლასის დამრიგებლობა, ეგრე ადვილიც არა. იცით რა, აი თუ ცოტა დააშინებ ბალღებ, მერე იტყვიან რომ ბუა. ხო და ჩემზე ეგრე ამბობენ. აი ეგრე მიდეხავენ სახეს. დაიცა რანაირი ბუა ვარ. მან დატურებ მოჭიდავეების ხრები ასხიათ და იმათზე ამბობენ ჯიგრები არიანო და მე ვარ ბუა. ერთი ციდა პატაცინა ქალა. რა ქნა ვითმენ სხვა რა გზამა. აი უნდა ავწონო ღირს თუ არა დამრიგებლობა. აბა რომ გადავხედოთ ახლა არც კარგია და არც ცუდია. როგორცვე დაგნიშნავე დამრიგებლად, მაშინვე გეკარგება მოსვენება. დღე და ღამე ფიქრში ხარ. არ ვიცი, სხვებიც ეგრე არიან თუ მარტო მე ვარ ეგრე. აი რამხელა მოვალეობა. როგორცვე დაგნიშნავე დამრიგებლად და მაშინვე საწუხარი გაწუხებს, ყველასი თითქოს გოჭებივით სულ ყველა ბალხი შენ დაეყარე. დილით ხო ადრე უნდა მივივარდე სკოლაში. ფანჯრები გამააღო, ჟანგბადი შემოუშვა, წესრიგო. დასვენებებზეც უნდა შევარდე, აბა მაშინ როგორ ტელეფონებში რო არიან ჩაყუდებულები თავი ხო უნდა აღები მომავალ. ახლა ერთი სამჯერ მაინც მეფერო ზოგ გაუჯავდე. სამჯერ მაინც კორუგი უნდა არტყა შენობა რომ სადმე სიგარეტი ბოლით არ ხჩობოდნენ ბიჭები. მე თუ ექსკურსია
მუზეუმი, პანთეონი, თეატრი, ყველაფერი უნდა აჩვენო, მასმედრო და მე საბაგეროდ ისევ შენ უნდა გაუიასნო. მაინც შობელი ხარ წაიყვანს. დედა მოიკიდებს ხელს, გეგონება ლილო იქით თბილისი აღარ არის, ჩაიყვანს ლიფხვე ბუკიდის და ჩამაიყვანს. აი ეს მოვალეობები სულ შენ გაკისრია. თუ ვინმე რამე მიხარა მომჩივანი მასწავლებელი წინაშე შენ უნდა აეყუდო ბალღი მაგივრად პირობა უნდა იდო რომ მსგავსი რამე აღარ გამეორდება. მე გამოიბრუნდე და გაფრაზებულმა გულში კარგად არგინო ის მომჩივანი მასწავლებელიც და ის ბალღიცა. ღამე ხო ვეღარ დაგეძინება მშვიდად. უნდა ითრიალო შამფური უწყო მეორე დღე გაიფუთხონაი ბალღი თანაც ისე რომ ერთი ნოტით მაღლა არ უნდა აუწიო ხვა თორე ხო იცით უფლებები იციან მოვალეობები ბოდიში არ ახსოვთ მშობლი დაბარება კიდე დღეს არაფერი აზრი არ აქვს. ადრე მამა იყო დედა იყო. ერთხელ დედა ჩემს თინას ეხმიაშვილს დაებარებინა სულ არ გვინდა რა გაანებე თავი. ერთხელ დედა ჩემს დაებარებინა მოსწავლის მამა. თქვენო ბატონო ნაბიჯურიშვილის მშობელი ბრძანდებითო? მართლა ყავდა ჩემს ბრძანა. მე შეიცვალა. ისე ნაბიჯურიშვილის მამა მშობელი ბრძანდებითო? არა ქალბატონო მე შამქნელი ვარ მშობელი შინ დარჩაო. აიგრე იყვნენ მშობლები დაყოფილები შამქნელება და გამჩენება. დღესა მამები იგრი არიან გასულები ბავშვების სკოლის ცხოვრების ორბიტიდან როგორც შაშანდელი ჩალეწილი ტელეფონი მომსახურების ზონიდან. მაიყვანენ ბალღები მანქანებით ლამ ჩამოიყრიან და მიდიან საჩოვარზე. არეკარებიან არც ეზოს და არც შენობას. გეგონება დანახმულია იქაურობა. მასწავლებლებს ხო არ იცნობენ. არც დამრიგებელი აინტერესებთ ვინ არის. შედა ლოცინო შენა. სახშირო შვილი სისხლი გიშობს. მაშა უნდა გაიცნო იმი დამრიგებელი, იმი მამთვინიერებელი. არ ეკუთვნის შენ განმადლიერება, ყვავილი, გაცნობა. არა, ვერ მაიფიქრებენ, მადეი კახეთი. რასიზა. ეს დედებიც კაცო, გაქებენ, გათიდებენ, მოტივაცია გაცლიან, გღლიან, ენერგია აღარა გაგდა. მერე არ გინდა ამის აღდგენა? ხო და ამიტომ ძვირფასებო ვენაცვალე მომჩივან მშობელსა. რომ მოვა სკოლაში შვილის ენით გაბერილი, მოვარდება შენთან კი არა, პირდაპირ დირექტორი კაბინეტში. შევარდება და მაგიდაზე გაეშლის გეორგიევსკის ტრაქტატივით საჩივარ. მერე მაიქნევს ენასაც, თითსაც და იქნევს ისე ძლიერად, როგორც მეფე ერეკლე იქნევდა ხმას ბრწყანისის ბრძოლაზე. დამაცადე რა. მერე ახლა სიმართლე გაირკვევა, რა თქმა უნდა დირექტორი ზომებს გაატარებს, მაგრამ ხო გწყინს არა? გწყინს რა თქმა უნდა, მაგრამ გასახარი ციცი რა არის, ზოგჯერ ასეთ მშობლებს ისეთი რაღაცა წასწდება, ლანძღვის მაგივრად ქება გამოსდის. აი მაგალითად ერთმა მშობელმა თქვა, რა სკოლაში რა უნდა მაგი ადგილი გაეროშიაო. არ ვიცი, ეცოდა თუ არ იცოდა, მაგრამ ხო გაგისწორდება რა დამრიგებს. გაგისწორდება, მაგრამ ძალიან გავაგზავნე ახლა მე ლაპარაკი და მაინც ვერ გადავწყვიტე, უნდა ვიყო კიდე დამრიგებელი თუ არა. აი ხა რო დაუფიქრე ჩემ თავსა, გული მეუბნება. აი ყვალე რა იქნება თუ არა დაიტირებ. გონება კიდე ჩამძახის. არ გინდა ქალავა, არ ხარ პატარა. რა ვიცი, არ ვიცი რას ვიზამხარ ხო, მაგრამ ერთი ის ვიცი რომ არ
ბალღები მიყვარა. აი როგორც კახელები ვიტყვით ხოლმე, ეს მამა ძაღლები, ეს დელგამჩენ ძაღლები და ეს დამრიგებელ ძაღლები. ხო და აი ამ სიყვარულის გარეშე ღმერთმა ერთი დღეს არ მასწავლო.
ჩება არ მოდიოდა რა და მთელი სოფელმა ილოცა რომ წვიმა მოსულებო წავიდნენ იმათგან სადაც წვიმა მოსულებო და ერთმა დაიჭირა მარტო ზომთი იმდენი სოფლის წავიდა იმას ჰქონდა წმენა რომ წვიმა მოვიდოდა ახალი დროს მამა რო ბავშვს ააგებს მაღლა ბავშვი იცის აუცილებლად იცის ბავშვმა რომ დაიჭირს ენდობა რა დავის მამას სალამოთი რომ ძვებით არ ნაიცი დეს გავუგზებ თუ არა მაგრამ ყველა მაინც ზარს ვაკეთებ რა მობილურზე დილით დარეკავს და იმედი გვაქვს რომ გავიგვიძებ მე მინდა წმენას დობას და იმედს გავუმართვის რა არც ერთი არ მოგაგებოთ მე თვა სულ ყველას და ყოველთვის გონდეს ამის იმედი რა რაც ვაი ეგრეთ იმდენი მივლია გზებზე და ისეთი კულტურაზე ცხოვრებით ვიცხოვრია რომ გადავფრენულად ვიქენ წამოსულა საცდევ ადამიანზე აი ვინც აკასკეთქარ და კიდე ვინც არ არიან ძალიან ბევრი მაქვს დაფიქრის და მოგონილი და გახსენებული მე მინდა კიდე ერთი დომისმის და 1960 წლის ადაბეკლასის გამოშვება მეათე ადაბეკლასის გამოშვება ვადგერძელო ისინი წმინდა ვადგერძელო ვინც რაღაცა განსაკუთრებული მიზეზების გამო ვერ მოვიდნენ ზოგს აქვს რაღაცა მიზეზები და ვერ მოვიდნენ აუცილებლად გავიხსენოთ ის ხალხი ვინც ასულები არიან ჩვენიდან აუცილებლად ისინიც გავიხსენოთ აგერ ჩვენ აქ და ჩვენ გამოვიდოს ყველას გენიკოს კრისარიკოს მომავალ წელს აღდგომის შემდეგ შაბათს როცა იქნება აღდგომა ვინც როცა არის მომავალ წელს გავაკეთოთ მომდევნო შაბათს Sure.
ფრენა შენ ჩვენი სუნთქვის დიდო ალამო შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო შენ კირო ჩვენთა ქვათა და კირთა შენ ერთი შემრჩი სამარის პირთა ნათესავს ათას მეგობარს ათას რუცა და მართას ერთა და ძმართა დავშორდი მორჩა ყველა მოთავდა მშვიდობა უთხარ ყველა მოკვდართა მხოლოდ შენ უკვდავს მხოლოდ შენ მარაც შენ ერთს შენ ვერ გთმობ სამარის კარად თუ რამზე მწამდა თუ რამზე მწვავდა უტკბილეს დღეთა უტკბილეს წამთა უტკბესი შენ ხარ ენავ დედაო შენ მწარელ ხინო ტკბილო სევდაო შენ ყოვლის მთქმელო ყოვლის არ მთქმელო შენ გმირთა გმირო ბრძენო ქართველო წარსულში მძრომო ცაში მჭრეტელო ხან ფუნჯო ჩემო ხან საჭრეთელო შენ აგურის იმნო ცრემლო სამარის იბერის ენა თამარის უენა ჩემო დედაო ენა დაეცეს იქნებ სიმაგრე ყველა მოისრას იქნებ ყველა ყმაველად დაედოს მტვერი ყველა დიდხსოვნას დააკვდეს აზრი ნაპოვნის პოვნას ყოველ ძეგლს იქნებ დაადგას ფეხი ყოველ ერთს იქნებ დაატყდეს მეხი მხოლოდ შენ უჭკნობს შენ მარად უჭკნობს რადრო შენ ხატად ქცეულს რადრო რადასცემ შენს უკვდავს სხეულს ოენავ ჩემო დედაო ენავ შენ ჩვენო ნიჭოს რბოლავ და ფრენავ შენ ჩვენი ნიჭის დიდო ალამო შენ ჭირთა ჩვენთა ტკბილო მალამო შენ კირო ჩვენთა კვათა და კირთა შენ ერთს შენ ვერ გთმობ სამარის პირთა
მარიკას დავლოცავ, ბიჭებო, აი რასაც უყურებთ. კოჩას ხელი არა გატოკებული, სულ მარიკას გაკეთებულია ყველაფერი. როლის სოფი. ყველაფერი აქ რაც ედება, კოჩა ხაზაილია უყურებთ მარტო. მარიკას დავლოცავ. დავაჩვენებ დავლოცავ. მართლა გეუბნებით, რასაც გეუბნებით, სულ მადლობა ხალხო, მადლობა, შემოგვიგო, შემოგვიგო, შემოგვახსენებო, შემომონატრებო. ზოგმა ერთმანეთი ვეღარ თვითონ 46 წელი მაგალითად დაფაშებული თეთრა. მე
ყველას დიდ მადლობას გიხდით. აი ყველასი არის ლომის სტილი ამ საქმეში თქვენი. თქვენ გაიხარეთ ცხოვრებაში პირველად ვიცეკვე ბაღის მერე. ამას თუ ცეკვა ერქვა თანაც ხო იცით რაც გავაკეთე. ვიმორწიკე უბრალოდ. მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ და რო არა იმას მეკრა შეიძლებოდა. აი სულ ესე კარგები მენახეთ. თბილები, მოსიყვარულეები და მომავალზე საქართველოს მე პირველივე შაბათს ერთად ავართ. ლიას წინასწარმულოცა დაბადების დღეს. მრავალი და მრავალი ლია 103 წლისა აი ეს Tigre monadeba selodeba Da torturit meu sau